მშვიდობის ახლა მივესალმებით ჩვენს მაყურებელს და მოკლედ მოგიყვებით რას ვამზადებთ დღეს მოვამზადებთ ესეთ მარტივად მოსამზადებელ ბრაუნის რომლისთვისაც სულ რაღაც რამდენიმე ინგრედიენტს ეს მარტივად ერთმანეთს შეურევთ ორი სუფრის ყოფზი კაკაოს ფხვნილი დაგჭირდება ნახევარი ჭიქა შაქარი ერთი ჭიქა ფხვილი ერთი ჩაის ყოფზი გამაფხვიერებელი 2-3 ბანანი ესე დაჭყლეტილი ორი კვერცხი ნახევარი კარაქი 100 გრამის დაახლოებით ნახევარი ჭიქარზე და ცოტა შოკოლადის ფილა რომელიც დავტეხე უკვე წინასწარ ვანილი და წიკვი მარილი მე რას ვახუჭებ ახლავე გავაგრძელებ ამ ამბის მოყოლას და გეტყვი. პირველ ეტაპზე სულ ინგრედიენტებს ავთქვებ და აქ მაქვს ერთად გაერთიანებული მშრალი ინგრედიენტები და ამ ყველაფერს ერთმანეთში გავაერთიანებ. მივიღებ ცომს, შემდეგ კი აი აქ მაქვს პერგამენტით უკვე გამზადებული საცხობი ფორმა და 180 გრადუსით მაქსიმუმ 25 წუთით გავუშვებთ ღუმელში. ზემოდან შეგვიძლია თხილიც მოვაყაროთ მე ბანანს გამოვიყენებ ამ შემთხვევაში და ამას აუცილებლად გაჩვენებთ. ასევე რადგანაც ყველიერია ჩვენ რა თქმა უნდა ბლინებსაც მოვამზადებთ და ბლინებს ახლა ძალიან მარტივად დარწმუნებული ვარ ჩემზე უკეთესად ყოველი დიასახლისი აკეთებს რომ არ მიყვარს ბლინების მომზადება ვფიქრობ აი მთელი დღე აცხობ და წამში არ არის მაგრამ ყველაზე ისეთი მარტივი რამ რაც შემიძლია გირჩიოთ მე ვამატებ ხოლმე ცხელ რძეს და ასევე ანუ რძეს და წყალს ნახევარს ვამატებ ამ შემთხვევაში და თბილს ან ცხელს და ეს მიმარტივებს ხოლმე ცომის მიმართებაში ანუ უფრო ისეთი ცომი გამოდის უკეთესი და უფრო ისეთი ბლინებიც გამოდის კი ბატონო. იმიტომ რომ ეს ცხელიც უკვე თითქმის ნახევრად ამზადებს ფქვილს და ყველაფერს. წინიგდებს საქმეს და ესე იგი გამოდის რომ დღეს დესერტზე უნდა გადამატარებინო ეს თქმა. კი ბატონო, მაგრამ დესერტი რომ დაიმსახურო, ნახე უკვე წინ ყველაფერი გაგიმზადე ჩემო ზურა. ვაი მე ზურას გასარი დამზადებული. ნახე თან ეს ჩემს ლოკაციაზე დავუდიო. კი ბატონო, არ არის პრობლემა. დღეს დაჭრას ლიპო. შემოგებლოთ ჩემი თან. ბლინებს კი მოვამზადებთ ჩვეულებრივად, თუმცა შემდეგ ანუ ამას გადავაქცევთ ძალიან ცნობილ ფრანგულ დესერტად კრეპს სუზეტად, რომელიც არის ერთ-ერთი ქალბატონის საპატივცემლად შერქმეული, რადგანაც შემთხვევით მზარეულს შეეშალა და აკეთებდა კერძს პრინცისთვის და შეეშალა და ცოტა ალკოჰოლი ჩაეღვარა ამ ფორთოხლის წვენში და არა თვითონ ჩაეღვარა და რო დააგემოვნა მიხვდა რომ რაღაცა საოცარი соуსი გამოუვიდა და მას შემდეგ როცა კითხეს რა ქვიაო ზუსტად იმ ქალბატონის სახელი მიუთითა რომ სუზეტი ქვიაო და მას შემდეგ ამ დესერტს ქვია კრეპს სუზეტ ასე გადავაქციე მე მამალუებად თქვენი რომელი რა იყო მაშარაფის соуსი და თქვენ არ დამიფასეთ კი ბატონო ხო ისე ახლა მივხვდი რასაც ყოფდი ასე ხდება ხოლმე ზოგადად და თქვენ მე მისაყვედურებთ და ზურა ამას უკვე მეორე ჩართვაში მოვამზადებთ და შენგან დამჭირდება ის რომ ფორთოხლის 1-2-3 ფორთოხლის წვენი აუცილებლად დამჭირდება გიჟდებით ახლად გამოწვეულ წვენზე და ამიტომ ზურა დატრიალდი რაღაცა ისეთ მოსათხრელი უნდა მომცენ აუცილებლად ყოველდღე პატარა მოწყობილობა მაქვს შენთვის აი მე ამის დაიწუწება და გაიწუწებალი კუნა თუნდაც ამ საფარს მივაწოდით მეც კი გავიწუწე ხო ხედავ წინ საფარს არ არის კარგი დღეში მე მგონია წინ საფარს მივაწოდით რაც შეეხება ასევე კიდე სულ ინგრედიენტებს რა თქმა უნდა გავადნეთ კარაქი და ჩვენ სამზარეულოში ტრადიციულად ვიყენებთ ფერარინის კარაქს, ეს გახლავთ იტალიური ბრენდი, რომლის შეძენაც გუდულში შეგიძლიათ, გარდა ნაღიბის კარაქისა, ბრენდი გვთავაზობს ძეხვეულის და ყველის მრავალფეროვან ასორტიმენტს, აგერ მაქვს გადამდნარი და ცოტა რო არის სითხე აქვს, სწორედ იმიტომაც დამეწუწა. კარაქი რომ გავაგნეთ? ელობები არა, კარგი გიყვარს თაკო ზოგადად? ნაკლებად მივირთმევ. ზოგადად ნაკლებად მივირთმევ ხოლმე, მაგრამ ეს გამონაკლისი დღეები, რასაც საჩუქრის დღეებს ვეძახით ხოლმე 30 წლის შემდეგ. აი ესეთი დღეები მიყვარს და დღეს იყოს ეს დღე შენ. საჩუქრის დღეები არა ის მიირთით რა ყველაფერი.
და უფრო არ მგონია ესე, მე მგონია რომ ყველაფერს თავისი ასე ვთქვათ დრო აქვს, რაოდენობა, ზომიერება მნიშვნელოვანია მართალია. ყოველდღე ტკბილის ჭამას რა თქმა უნდა ხა არავის არ ურჩევს. რამდენჯერ აძლევ ხოლმე თავისუფლებას, რომ აი ესეთი განტვირთვის კი არა, პირიქით დატვირთვის დღეები მოიწყო. დატვირთვის დღეების უფლებას ალბათ კვირაში ერთხელ ტრადიციულად ვაძლევ, მაგრამ კვირაში ორჯერ სხვადასხვა შეიძლება. კარგია ნამდვილად. სწორია, მეც ასე ვფიქრობ. ზურას არ კითხო ეს, მაგრამ ზურას უდატვირთულია. ზურას არ ვკითხო? არა, სხვათა შორის მე თბილის მოყვარული დიდად არ ვარ. აი ძალიან გემრიელობა თუ არ არის და არ მიმიზი და ისე აი ესე კბილი მომინდეს, აი ესეთი რაღაც არ ხდება ხოლმე. და ისე ხო იცი რატო ზურა? როდესაც საკმარისი რაოდენობით პროტეინს იღებ, მე დიდად არ გთხოვს ორგანიზმი თურმე ტკბილს და შენ ეტყობა აი რაღაც ავსებ ამას. საკმარისი იღებ. ცარიელი პროტეინი ვარ. ხო დაინახე, ამიტომაც ეს სხვათა შორის კარგი ხერხია, მე ჯერჯერობით ამას ვერ მივახციე, მაგრამ მართლა კარგი რჩევა იქნებოდა, რომ ასე მივმართოთ და დღის განმავლობაში მივიღოთ ზუსტად ის რაოდენობა პროტეინისა, რაც გვჭირდება და შემდეგ აღარ მოგვინდება. საერთოდ ყველაფერი მიჩვევაზეა, ესეც არის თუ ორგანიზმს აჩვევ ტკბილეულს, შესაბამისად მე ძალიან გთხოვს ის და ცუდად გრძნობ თავს ტკბილის გარეშე და როგორც კი უარის თქმას იწყებს, მომენტალურად ორგანიზმიც მე ბიჯნაბიჯ მოგყვება ასე. არ შემიძლია არ დაგეცე. ბევრი რამე მიცდია, მაგრამ ჩემ გარშემო მაგალითად ვერანებებენ თავს ეს ტკბილეულს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ჯანმრთელობას არ შეიძლება და აი სულ ამას ვამბობ ხოლმე, რომ პირველი ერთი კვირა, ერთი თვე არის ხოლმე რთული და შემდეგ უკვე მარტივდება. და არასდროს არ მიცდია, იცი რატომ რაღაცნაირად ვფიქრობ, რომ ისედაც არ ვიღებდი ბევრ ტკბილს არასოდეს არ ვარ, მაგრამ მეც მინდა და რატომღაც ვერასოდეს ვერ მივედი იქამდე, რომ მართლა ისეთ გემრიელობებს ამზადებ, ის მე როარ გასინჯო და ხო, მაგრამ ხო იცი რომ დესერტებს იშვიათად ვამზადებ, მეც არ მიყვარს დესერტების მომზადება, იმიტომ რომ ვაიმე, შენი მთელი ამბავია. შვილიშვილებს რომ ნაყინი გაუკეთეთ ხოლმე, აი სასაოცრება იყო. ახლა ნაყინში ნუ საოცრება დიდი არაფერი არ იყო, ეს კომუნიკაცია და ეს რაღაც სიმბოლური ვიდეო, ეს იყო რაღაც აი სიყვარული თავიდან ბოლომდე, ესე დავარქმევდი მე მას. ხარია თუ მოგეწონათ? ხო, ძალიან კარგია. ამასობაში ნახე ამ საუბარში ჩვენი ცომიც ზად არის. მომზადდა. კი ბატონო. შეხედეთ როგორი მარტივი ყოფილა. კარგი, სანამ ჩვენ კიდევ დავამატებდით სხვა ინგრედიენტებს ჩვენს ესე იგი ცომს, მანამდე სპორტის შესახებ ერთი-ორი სიტყვა უთხრა ჩვენს ტელემაყურებელს, ხო? კი, თან კარგი ამბები გაქვს, ვიცი. კულინარიული რუბრიკის სპონსორია გუდვილი. 22 წელი შენი გემრიელი ცხოვრებისთვის. მე უკვე უნდა დამასაქმონ, იმის დროს დამდგარა თაკო, მოდი შენ დაგასაქმო. წინსაფარი გამიკეთე. არჩენი. ამასობა აქმე და მოვალეობა რაც მეკისრება ხო. არ დაგჭირდება ხლა ასე კი არ მოიწუწები, მაგრამ მაინც. არაფერი გამორიცხული ზურას გარდა. კარგი, არ გავიკეთებ და მე სა რა ქვია, თქვენზე იქნება. ერთი კოსტიუმი თქვენზე იქნება. ჰოპ. აი ასე. ერთი ამასობაში ბლინები გამომცხვარია და გვაქვს აქ ვიწყებთ კარამელის მომზადებას, უпростоრეთ დავიწყებ. პირველ ეტაპზე შაქარს, რომელსაც მოვათავსებთ ტაფაზე, ცივ ტაფაზე და შემდეგ დავდგამთ ღუმელ გასკურაზე, უნდა ვაცალოთ და არ უნდა მოვურიოთ, სანამ მთლიანად არ ჩადნება. თორე მან ვერ მოვამზადებთ და ვერ მივიღებთ კარამელს. შემდეგ ამავე მასაში უკვე იმისთვის, რომ ესე ცოტა გავაგრილოთ, ვამატებთ კარაქს. კარაქთან ერთად მოვურევთ და ახლა ის დროა, რომ ფორთოხლის წვენი ჩავასხათ, მაგრამ ზურას დაველოდები. ზურა, უბრალოდ ფორთოხალი შუაში გაჭერი და ესე აქეთ-იქით მე-2 უკვე მოვასწარი, მაგრამ შენი დამატებაც დამჭირდება. რა პრობლემაა ჩემო? შემდეგ აქვე უნდა მოვათავსოთ ფორთოხლის ცედრა. ასევე ცოტა ლიმონის ცედრაც. ესაც ჩამოვდო. ცოტა ლიმონი. ჩნდება შეკითხვა. არა, ეს აკვალია. და დედა მე ჩაასხა მიქი. აი, იმდენი გადმოვა. ცოტა ლიმონის ცედრაც. და ეს ყველაფერი ერთად ცოტა ხანი უნდა წამოვადუღოთ. მოდი ამას აქ ჩავასხამ და შემდეგ შენც დაამატე, კაი? კი ბატონო, არანაირი პრობლემა. ცოტა ხანი უნდა ვადუღოთ თან, რომ ეს ყველა არომატი ერთმანეთში გაიხსნას, ცოტა შესქელდეს ჩვენი მასა
ასევე უნდა დავამატოთ დანაკარგის ვანილი. გარეშე ზურა გეხვეწა. ხო, ეგ მნიშვნელოვანია. ოთი. კარგი. პორტუგლის არომატები ხომ არ გესიამოვნებოდა? აქვე ვანილი. მაგ არომატებს დავაგებულებ დაწურვის შემდეგ უკვე. კი, უკვე მზას მიირთმევ ხო თაკოჭ. სწორი, აბა რა, მეც მიყვარს, როცა მზა. მოიგონა ეს ჩაწურე რა და კრეპებს მომაწუდიან ხოლმე, იმიტომ რომ აი მისი მომზადება არის მთელი ამბავი. ხდება ხოლმე? კი. ბლინები ეს ის შემთხვევა, როდესაც ჩემი ძვირფასი ლია გვიმზადებს სახში. აი ბლინები, ტარტალეტკა და ესეთი დესერტები არის, აი მთელი დღე ან დღენახევარი აკეთებ და მე წამში არ არის და მე ხო იცი მარტივად და სწრაფად მიყვარს და ბარაქიანად. და აი 25 წუთში მომზადებული ბრაუნი ერთი კვირა გეყოფა. და თან ამ ბრაუნისთვის ვის როგორ? ზურა მე ყოფილი ბრაუნისთვის გვაქვს ნაყინი? კი, ბრაუნისთვის ნაყინიც გვაქვს და გარდა ამისა შეგვიძლია ზემოდან რომ გადამდნარი შოკოლადი მოვასხათ ან მიწისთხილის კარაქი. მე მიწისთხილის კარაქი უფრო მიყვარს. შენ თაკო? ეს ხო ჯერს ბრაუნი მიწისთხილის კარაქთან ერთად არ დამიგემოვნებია და ხო, დღეს ვაპირებ ესე იგი. კი ბატონო, დავაგემოვნოთ ერთად. ამავე მასაში უნდა დავამატოთ ცოტა ფორთოხლის ლიქიორი, ჩვენ ამ შემთხვევაში ლიმონის ლიქიორი გვაქვს. და ასევე დაგვჭირდება ცოტა კონიაკი, რათა შემდეგ ამას ესე ცეცხლი მოვუკიდეთ და გავუკეთოთ ესე პლომბირება, რომ კარგად აორთქლდეს ჩვენი ალკოჰოლი და მივიღებ უგემრიელი სოუსს და ხომ არ ჯობია რომ ეს სოუსი ახლა მოვამზადო იმ ეტაპამდე მივიყვანო რომ შემდეგ ჩართვაში უკვე მაყურებელს ვაჩვენოთ როგორ გადავიტან მას სხვა ტაფაში და აქ უკვე მოვათავსებ ბლინებს. გემრიელი და ტკბილი დილა გვაქვს დღეს შეიძლება ითქვას. ხო, მე ცოტა გული კი დამწყდა ახლა შემაჩვია ესეთ ნოყიერ კერძებს სისხამდილიდან ჩვენმა ლიკუნა კვარაცხელიამ და დღეს მხოლოდ დესერტი შემოიფარგლა. არ ყოფნის ხო, მაგრამ მე მგონია რომ ძალიანაც საკმარისი იქნება ზურა, იმიტომ რომ აქაც ბევრი პროდუქტია ისეთი, რომელიც კარგად გადაყრებს. გაათამამე ლიკუნა, გაათამამე და ხო ხედავ პრეტენზიები. ორ კერძს რომ ამზადებთ და ორივე დესერტია. ერთი მოგემზადებინათ რა, რაიმე საუზმე ისეთი ცოტა. არც მაგას არ მოგაკლებ, კვერცხი გვაქვს აგე რა კარგია. კვერცხი გვაქვს და თავისუფლად შემიძლია რომ საუზმე მოგიმზადო და ხილი და ბოსტნეული, რომელიც ჩვენ სამზარეულოში ტრადიციულად არის და დღეს კი ხილის სახით არის წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, არის გუდვილის დახლებზე არსებული ხილბოსტნეული არის ქართული ფერმერებისაგან წარმოებული, რომელიც მოწმდება გუდვილის ლაბორატორიაში და მხოლოდ შემდეგ ხვდება დახლებზე, შემდეგ კი ჩვენს დახლზე და თქვენს ოჯახში. ხასხასა და ახალი. რაც შეეხება ჩვენს ბრაუნის, ძალიან მარტივია მისი გადაკეთება იმ მხრივ, რომ შეგვიძლია შაქარი ჩავანაცვლოთ სხვა დამატკბობლით, იგივე ნეკერჩხლის სიროფით, შეგვიძლია რძე მცენარეული რძით ჩავანაცვლოთ, შავი შოკოლადი და კაკაო ისედაც ძალიან სასარგებლოა და მოკლედ ეს ის პროდუქტებია, რომელიც ჩვენ შეგვიძლია რომ ჩვენს გემოვნებას და საჭიროებებს მოვარგოთ. თაკო გამხადე ეს თორემ ჯანმრთელი და ჯანსაღი. განათლების სისტემაში ცვლილებებზე მომიწევს წინსაფრით საუბარი. ჯეს თუ მართან ერთად. სურო იხლართები ამ წინსაფარში არა. აი ესე. კარგი, დავტოვოთ მაშინ ლიკუნა ცოტა ხნით. ფინალურ ეტაპს მიუახლოვდებით უკვე მალე. ფინალი განსაკუთრებით გვიყვარს ხოლმე ჩვენ ყველას, ჩვენს ტელემაყურებელსაც და შესაბამისად მალე გავალთ. მოკლედ და დავაგემოვნოთ მე ერთად. კულინარიული რუბრიკის სპონსორია გუდვილი. 22 წელი შენი გემრიელი ცხოვრებისთვის. ესე იგი მე გული მწყდებოდა რომ დღეს დესერტი შემოიფარგლა თქო ჩვენი ლიკუნა თქო და ისეთი დესერტები მოამზადა რა ვიცი მე. მაშინ ვისაც გული მწყდებოდა გაგვატარეთ უშენება დღეს. საჭმელს აღარ შევჭამ მხოლოდ დესერტი შემოიფარგლა მთელი დღის განმავლობაში. გული ვარ დაგანაყრებს იმიტომ რომ ახლა მე ვყალიბდები ახლა კრეპს უზებინდა და მირჩევნია თუ ბრაუნი. ზიძი
ეს ეხლა ამ ეტაპზე ის გადაგვრჩენია, რომ ესე უბრალოდ ცეცხლი. როგორი სანახაობრივია ეს კრეფსი არ ჩანს ცეცხლი არ ჩანს, ეთერში კი ამეც ვერ ხედავ. ანუ ეს ხელი რო გადაატარო მიხვდები რომ არის. ცეცხლია, ხალხო, ცეცხლი. პლამბირება არის უკვე ის ეტაპი, როდესაც აი ეს ყველაფერი ერთმანეთში კარგად გაიხსნა და ჩვენ შეგვიძლია აქ მოვათავსოთ უკვე ჩვენი მზა კრეპები. ფილეული ჯერ არ მიმიღია და უკვე აი ბედნიერების ჰორმონებს გრძნობს. როგორ ყვარებია ცაკო არ კარგია. როგორც ვთქვით, ვამზადებთ კრეფსუზეთს, ფრანგულ დესერტს, რომლისთვისაც პირველ ეტაპზე კარამელი მოვამზადეთ, დავამატეთ კარაქი, შემდეგ ზურას მიერ გაწურული ფორთოხლის წვენი, ზურა მადლობა ვერ გადაგიხადე წინა ჩართვაში. არ უშევს. ლიმონის და ფორთოხლის ცედრა, ვანილი, შემდეგ დავამატეთ ლიქიორი. ჩვენ ლიმონის გამოვიყენეთ, თუმცა ფორთოხლის კიდევ უკეთესია და ეს ყველაფერი, როდესაც ერთმანეთში კარგად გაიხსნა, ცოტა შესქელდა ჩვენი соуსი, უკვე დავამატეთ ცოტა კონიაკი და ცეცხლი წავუკიდეთ იმისთვის, რომ უფრო კარგად გახსნილიყო ჩვენი არომატები. რაც შეეხება ჩვენს ბრაუნის, კი ხედავთ, რომ არის მზად. მე რა სიგემრიელია. აი ეს მზად არის და შეგვიძლია ორივე მივირთვათ და ზურა თაკო შეგიძლიათ დაჭრათ ბრაუნი და მიირთვათ. მოდი დავჭრი. მიდი ზურა. ბრაუნის რაც შეეხება ძალიან მარტივი ვერსია მოვამზადეთ. პატარა ნაჭრები დავჭრა. მართალია ეს ყველაფერი უნდა მიირთვათ თბილად და ახლად მომზადებული და სულ რაღაცა 9 საათი საკმარისი იყო მის მოსამზადებლად. ახლა უკვე საათ 9 გავიდა. დაგჭირდა 2 სუფრის კოვზი კაკაოს ფხვნილი, 9 ჭიქა შაქარი, 1 ჭიქა ფქვილი, 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი, 2-3 ბანანი უფრო რომელიც დამწიფებულია, კარგად დაბჭყლიტეთ, პიურეთ ვაქციეთ, 2 კვერცხი, 9 ჭიქა გამდნარი კარაქი, ანუ 100 გრამი დაახლოებით, ასევე 9 ჭიქა რძე, შოკოლადის ფილა, რომელიც დავტეხეთ და შემდეგ უკვე ესე მოვათავსეთ, ვანილი, მარილი, ჯერ სველი ინგრედიენტები ცალკე ავთქვიფეთ, შევურიეთ მშრალ ინგრედიენტებს, გადავიტანეთ საცხობ ფორმაში და ვაცხოთ ზუსტად 20-დან 25 წუთამდე 180 გრადუსზე და ეს არის სრულიად საკმარისი. შემდეგ ზემოდან ნახევარს წავუსვი გადამდნარი შოკოლადი დავამატე და ცოტა დავტოვე მიწის თხილით, ვისაც მიწის თხილის კარაქით თვალი გამიშტერდა და 2 საათია ჭრის. იცი რა არ მინდა დავაზიანო. ხელმებლა. არ მინდა რომ დავაზიანო. თვალს ვერ ვაცილებ. და აქვე მაქვს თაკო ჭამე ბრაუნი არ ჭირდება ხმაური. ხოჭა ზურა. ეს კიდევ ერთი ლექსი. შენ ამ სივრცეში გეხსნება ყოველმოყო. თებშებიც მოგიმზადეთ და ასევე მოგიმზადეთ მიწის თხილის კარაქი მეორე ნახევრისთვის, ეს არის გერმანული ჯიდაჯის ბრენდის მიწის თხილის კარაქი და ძალიან სასარგებლოა და ეს ბრენდი შეგიძლიათ გუდვილში იპოვოთ. კი, ცილებიც და სასარგებლო ცხიმებიც დღეს დაუკლია. ხომ ნახეთ ეს როგორი სილამაზე არის ჩვენი კრეფსუზეთი, ვფიქრობ ძალიან ესეთი რომანტიული დღის დასაწყისი შეიძლება მოვუმზადოთ. სილამაზე და ისეთი ჩვენი ოჯახის წევრი გემრიელი იქნება ზუსტად და ისე ეგრე გამოიყურება. აი თაკო მე შეგახსენებთ რომ გუდვილის ონლაინ მაღაზიის მისამართს ეს არის goodwill.g სადაც მიწოდება ხდება როგორც ონლაინ შეკვეთის, ასევე აპლიკაციის მეშვეობით. დღეს რაც გამოვიყენეთ ეს ჩვენი ყველა პროდუქტი რა თქმა უნდა არის გუდვილის მიერ მოწოდებული, მომარაგებული და ყველაფერი რაც მარაგდება ქართველი ფერმერებისაგან გადის აუცილებლად ლაბორატორიულ შემოწმებას. მე რო სანდოა გადავედი, არ ვიცი რას ვიზავ. ამასობაში ნაყინი ცოტა გადნა, მაგრამ მაინც კარგია და ასეთი ბრაუნი ძალიან მარტივია. მე არ უნდა მანდოთ, მარტივად ტრანსპორტირებადია თან. პირდაპირ რომ ჭამო არ გინდა. რა სერვირება გააკეთა. ნახეთ რა, ხო, როგორი ლამაზი სერვირი. უბრალოდ ბრაუნი აღარ ჩანს. სხვათა შორის კრეპსაც ძალიან უხდება ნაყინი, იცი ზურა, და შენ რომ ნაყინს ასე უყურებ, ესე უნაყინი კრეპიც ხარ მივუტოთ ვერზე. კრეპსაც უხდება ნაყინიოთ, ანუ. კი, ძალიან უხდება. მართლა რაღაც
საინტერესოა როგორ მოგეწონება ეს არომატები ზურა და მე ვდუმვარ ერთი სული მაქვს როდის გავალთ ეთერი შეგიძლია კონზიტად მიირთვა ზე უკვე შეგვიძლია უგვითხრეს შეგვიძლია არის პრობლემა თავს ნებას შესაბამისად მაყურებელს უნდა დავიმშვიდობ და თან ერთი გამოსინჯა ეს კრეფი ეთერში უნდა მივირთვა რომ თქვენს მოგინდეთ და გააკეთოთ შემდეგ რომ არ დაიზაროთ სახლში აი ახლა მოგახსენებთ სასწრაფოდ მიდი აბა კაია ძალიან გემრიელია მიხარია დედა ახლა იყოს მაყურებელი რა სიტყვიანო ახლა ეთერში აბა სხვასო მაგრამ აი მე დედას გეფიცებით ძალიან გემრიელია დედაჩემს კიდე ტყუილად არ დავიფიცებ მით უმეტეს რომ დღეს იუბილარია და მიულოცავ აქედან ვისარგებლებ მიყვარხარ დედა მიყვარხარ უსასრულოდ რა კარგია ბედნიერება და ჯანმრთელობა აი ესე მადლობა რომ ესეთი ზურა გვაჩუქეთ ვაიმე გაჩერდით აი ესე ნამდვილად ნახეთ ეს ბრაუნი შენ გეძღნება სანთელიც რომ გქონდეს ამათ აი ესე მღერებდით კიდეც მადლობა ლიკუნათილის გაგემრიელებისთვის მადლობა თაკო შენს აი ესე გემრიელად გავატარეთ დღევანდელი დილა ჩემი აზრით. აი ესე და მადლობა თქვენ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ხართ ჩვენთვის, ჩვენო მაყურებელო, იმისთვის რომ იყავით მთელი დროის ამ დროის განმავლობაში ჩვენთან ერთად და ხართ ყოველთვის. ბედნიერი დღე ყველას. და ბრაუნივით ტკბილი. კულინარიული რუბრიკის სპონსორია Goodwill. 22 წელი შენი გემრიელი ცხოვრებისთვის.